მოგესალმებით, ალიკო ჯიმშელაძე, შუტკაცის ეროვნული ნაკრების მსმელი. მე მინდა დავიწყო გუშინდელი მოვლენებით, ჩვენ ვიცით რომ მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატია სოზი ტრემალაძე და უბრალოდ ჩემთვის ბევრი რამე გაუგებარია და პირველ რიგში მინდა დავიწყო იმ ფაქტით, რომ ეს ადამიანი თუ რაგბის განვითარებისთვის არის მოსული ჩვენთან, მან ხომ უნდა იცოდეს ის ფაქტი, ვინ დგას ირაკლი აბუსერძის გვერდზე. ბოლო 20 წლის, 15-20 წლის განმავლობაში ის დიდი უმრავლესობა, თითქმის ყველა ყოფილი კაპიტანი და ყოფილი წამყვანი მოთამაშეები, რომ მის გვერდით არიან და ადამიანს როცა უნდა რაგბის განვითარება, პირველ რიგში ამ ადამიანებთან უნდა ქონდეს კონტაქტი და ამ ადამიანებთან უნდა ასე ვთქვათ, გადიოდეს საუბარს და მომავალ გეგმებზე, ასე ვთქვათ, საუბარს, მაგრამ ამ ადამიანს არავისთან არ ქონდა კონტაქტი და მე მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ქართველი მაყურებლის წინაშე იმს ვისვენდით და 15 და 20 წელი ეროვნულ ნაკრებში ვიყავით. პირადად მე 10 წელი, 12 წელი საფრანგეთში ვითამაშე, 12 წელი ეროვნულ ნაკრებში ვითამაშე, ვარ საფრანგეთის მოქალაქე, მაგრამ აქ ვარ ჩამოსული და ჩემსავით ბევრი ბიჭები არიან, ვისაც მთელი ეს ინფორმაცია, რაც იქ მივიღე და ჩვენი გამოცდილება გვინდოდა აქ ჩამოგვეტანა. და ეს ყველაფერი აქ ქართულ რაგბს მოხმარებოდა. ეს ადამიანი გუშინვე და სატელევიზიო გადაცემებში ბევრს ლაპარაკობს სიმშვიდეზე, ბევრს აკავებს სიწყნარაზე, თუ რატომ ნერვიულობ, მაგრამ მას ანერვიულო არ აქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანი უცხო პირია რაგბისთვის, მას დასაკარგი არ აქვს, რაც ჩვენ გუშინ ნახეთ ის განცხადება, რაც გააკეთა, რომ თუ მეორე არჩევნებზე ქორუმი არ შედგებოდა, ანუ ის ჩაულებროდ გაიცლებოდა და გავიდოდა რაგბიდან და კიდევ ხაზს გაუსვა რომ მას დასაკარგი არ აქვს, მაგრამ ჩვენ ბევრი რამე გვაქვს. ჩვენ თითქმის მთელი ცხოვრება გავატარეთ რაგბში და დღესაც აქ ვართ და ეს ჩვენთვის ძვირფასი არის და ძალიან მნიშვნელოვანი არის რა. ალკო მოდი კონკრეტულად რომ ვთქვათ, გუშინ ბევრი რაღაც დარღვევა თქვენ თავად და ეს მორაგბებმა იქიდებით უყურებდით სიტუაციას, აკონტროლებით. აი კონკრეტულად უკვე რა დარღვევებზეა საუბარი, ვინ იყო თქვენთვის უცხო და რა ინფორმაციას ფლობთ ახლა, როგორ შეიძლება აი თქვენი ამ ხმის დაცვა. ახლა ჩვენ დეკემბრის თვიდანვე დავიწყეთ იმ დარღვევებზე ლაპარაკი და იმ ადამიანებზე, ვინც არიან მთავრობის წარმომადგენლები და არა მთლიანი მთავრობა, ვინც ჩარეული არის, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხაზგასმით გასამახვილებელი ყურადღება არის ის, რომ არის ზეწოლა. ანუ ხდება ძალით მუნიციპალურ კლუბებზე, რომელიც ხდება ზეწოლა და დაფიქსირდა კიდევაც, რომ კლუბ ციქარაზე ადამიანს საავადმყოფოში დაადგენ და იქ ძალით გააკეთებინეს მინდობილობა და ის პიროვნება შევიდა და იმ 52-მაში იქნა მოპარული, მოდი ასე ვთქვათ. ასე ვთქვათ, 6 ხმა იყო მოპარული გუშინდელ დღეზე, ანუ გუშინ რაც იყო, უცბად ერთ დღეში რაც გააკეთეს, 6 ხმა წაიღეს, მაგრამ ის მუნიციპალური კლუბები, რომელი კლუბების ჩვენი კლუბები არის, უფრო ბოდიშით 6 არა, 8 იყო კიდე რა. იმიტომ რომ ყველა მუნიციპალური კლუბი, რომელიც არის, ყველა მუნიციპალური კლუბი იყო ჩვენი მხარდამჭერი, რომლებზეც ზეწოლა დაიწყო დეკემბრის თვეში, 30 დეკემბერს და მანდ არის ის 2 ხმა, რომელმაც მოგცა 30 დეკემბერს, მაგრამ გუშინ ერთი პიროვნება მოვიდა, რომელსაც 3 მინდობილობა ჰქონდა და ის არის პიროვნება. ზაზა დარბაიძე. ზაზა დარბაიძე. აჭარა წარმოადგენს. დიახ, აჭარა, ანუ ბათუმის, ქედას და ქობულეთის ხმები მოიტანა იმ პიროვნებამ. ლევან, შენ თვითონ კონკრეტული მარები, კონკრეტული ადამიანები გამოჩნდა, თუ შეიძლება გამოიწიეთ მოდი კონკრეტულად რო თქვა, ვინ არიან ეს კონკრეტული ადამიანები და საიდან კიდე რო ჩამოშორება. ეს ახლა არ ვიმოძრავოთ. კონკრეტულად რო დავასახელოთ ეს ადამიანები და ვინ არიან? 12 კლუბი მოვინიშნე ჩვენ, ანუ ერთ შესავალს გავაკეთებ, რომ გუშინ ბატონმა სოსომ განაცხადა, რომ მოკლედ ჩვენ თითქოს ხელს უშლიდით იქ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობისთვის, მაგრამ ჩვენ უბრალოდ გვინდოდა გაგვეგო ის ადამიანები და მათი გვარები, ვინ რომელ კლუბს წარმოადგენდა.
და გუშინდელი მონაცემებით ეს არის 12 კლუბი იყო, რომლებიც სხვადასხვა ხმებს ანუ სხვადასხვა რაოდენობის ხმები აქვთ მან და ეს ადამიანები არიან რაღაცა რამოდენიმე გვარსაც ვიტყვი, მაგალითად ორი კლუბი ისეთი იყო, რომ უბრალოდ მათი წარმომადგენლებიდან მთელი კლუბი იქ იყვნენ ჩვენი ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად იქ და ვიღაც ადამიანები, ორი ადამიანი მოვიდა, ხმები მიცეს და უკან დაბრუნდნენ. ერთი იყო მოკლედ ეს პალიკომ თქვა უკვე ზაზა დარბაიძე, რომელმაც ანუ სამი მინდობილობა ჰქონდა და ერთი უბრალოდ საერთოდ ეს ინციდენტი გემახსოვრებდა გუშინდელი ნიკოლოზ წიქარიძე არის თავისი გვარიდან არის ეს კლუბის სახელი წიქარა რომ ქვია და მთელი გუნდი იქ იდგა და თავის მაგივრად ვიღაც ადამიანი იქ შეიპარა. ნუ წიქარა რო ახსენეს უბრალოდ ამ ადამიანის ემოციურად გაბრაზება გამოიწვია რა. ასევე იყო მერის წარმომადგენლები, რომლებმაც ნუ მთელი კლუბი თავისი ხელმძღვანელობით იქ იყო, ირაკლის მხარდასაჭერად და ეს ადამიანები შევიდნენ და სხვა არჩევანს აკეთებდნენ რა. როგორ აპირებთ ხმების დაცვას აი ჩვენ პირველ რიგში გუშინდელი ჩვენი მიზანი იყო რომ გაგვერკვია, ანუ ვის ქონდა კი ზოგიერთი ადამიანი პირდაპირ ეკავს და გვეუბნება რომ აი პრობლემა მაქვს, კი გადავაფორმე, მაგრამ გვეუბნება რომ აი ესეთი პრობლემა იყო და ზოგიერთი ადამიანი არის რომ უბრალოდ ჩვენი ამის თქმა ანუ ვერ იძახის და ჩვენ გვინდოდა რომ ეს გაგვერკვია რა და ნუ გავარკვიეთ ეს ისენი და ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად ჯერ მოვიკითხოთ ყველას ანუ რა პროცედურები და რა პროცესები განხორციელდა ჩავეძიოთ სიღრმეებში რა მაიძულათ ეს ადამიანები რომ ეს ხმები გადაეფორმებიათ ანუ მინდობილობები გაეცათ და მე ნუ ყველანაირად რა ჩვენ ხელთ არსებული რაც არის რესურსები ყველაფერს გამოვიყენებთ რომ ჩვენი ხმები დავიცვათ ანუ დაშინებაზე და ზეწოლაზე მოდი ვიტყოდი რომ 100%-ით მუნიციპალური და არამუნიციპალური კლუბები ყველა დღეს არის, ანუ პირდაპირ ვიტყვი რა, რაღაც ზეწოლის ქვეშ და ვახსენებ, აი 2 თვეა სპორტის სამინისტროს კლუბების თანხა არ ჩაურიცხია და 2 თვეა 1000-მდე მორაგბე უხელფასოთ არის, იმიტომ რომ ელოდებიან რა, რომ როგორმე არჩევნებმა ჩაიაროს ეს ადამიანი, მოკლედ თან საშეჯიბრო კომიტეტი პირდაპირ გაიძულებს რომ თამაშები შედგეს, ხელფასები არ არის, მოგეხსენებათ, კასტა ლიგა პროფესიონალურია, უკვე მოთამაშეებს უჭირთ რომ თავისი მოვალეობა კარგად შეასრულონ, ეს არ არის ერთი და ორი კლუბი, აბსოლუტურად 100%-ით პრობლემაა, როგორც მუნიციპალური, ასევე ჩვეულებრივი თავისუფალი კლუბები, რომლებსაც 2 თვეზე მეტია გავიდა და ეს დაფინანსება თავისი რაც კუთვნილია არ მიუღიათ რა და ეს ადამიანი გამოდის და იძახის რომ მე მოვალ და მე მოვაგვარებ ამ კლუბების და ამის პრობლემას. ესე იგი რას ნიშნავს რომ იქ ხელოვნურად არის ეს შეფერხება. განმეორებით არჩევნებში შეძლებს ტემალაძე 38 საჭირო ხმის მობილიზებას. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით რომ ჩვენი ხმები დავიცვათ და ნუ ნახოთ ახლა სამწუხაროდ გვიწევს სახელმწიფოს რიგ მოკლედ ჩინოვნიკებთან ბრძოლა და ნუ ვეცდებით რომ მოუგოთ ამ ბრძოლაში რა და განაცხადება გაასაჭიროებს. ანუ საერთოდ 6 მარტამდე გვაქვს იურიდიულ ნაწილს ჩვენი ადვოკატებთან შეგიძლიათ გაიაროთ და არ მინდა რომ რამე ცდომილება გქონდეს და 6 მარტამდე არის ვადები და მე არის სამოქალაქო სასამართლო რაც ანუ ამ არჩევნებით ჩვეულებრივად დაარღვიეს და ეს სულ რომ მოაგროვოს ეს 38 ხმა როგორ წარმოუდგენელია რომ ვინმე თუნდაც იგივე რეესმა ეს დააკანონოს რა რეალურად საუკეთესო გამოსავალი ეს რა არის საუკეთესო გამოსავალი არის რომ ამ ჩინოვნიკებმა თავი დაგვანებონ მორაგბეები დაგვტოვონ და სარაგბო საზოგადოება რაგბთან და მაქსიმუმ მე ვფიქრობ რომ ორ კვირაში ყველანაირი პრობლემა დაძაბულობის და რაღაც ზედმეტი ემოციების გარეშე მოგვარდება. ლევან, ერთი ხოთას დაგისვათ გუშინდელი. გავიგეთ, რომ ქუთაისის სამი გუნდის წარმომადგენელი იყო მოსული. მაგრატი იყო, მაგრამ გადაფასებული იურიდიულად. ასე ქუთაისში არის არესი და აია. ნუ აია გასაგებია არის პრემიერის პარტნიორი, დანარჩენ გუნდზე რაც ვთქვი თუ იყო და რა მოხდა გუშინდელი. ნუ აი დას ქუთაისის ნაწილში, ნუ იქ აიას ხელმძღვანელობა
არის დომინანტი და მათი გადაწყვეტილება ფაქტიურად ნიშნავს თლიანი რეგიონის კი რაღაცები იყო რა, არ გვინდა რაღაცების გაჟღერება, იმიტომ თვითონ აი ქუთაისურ ნაწილში თვითონ იმ ადამიანებს არ აქვს სურვილი, მაგრამ ძალიან ბევრი არის იგივე ბორჯომი ვიღაცა რაზმაზე გიორგი იყო, რომელიც საერთოდ ვინ ბრძანდება, საერთოდ არ ვიცით, ხა პალიკო იუნკერების წარმომადგენელია და გაი ოზმონიავა, რომელიც აი საერთოდ ამ კლუბთან არანაირად დაკავშირებული არ იყო, ამ კლუბთან არანაირი საერთოდ შეხება არ აქვს, იუნკერებს წარმოადგენდა და მსგავსი ფაქტები ხა ბევრია. სამი ხმა აქვს. კი, რეგიონალური განვითარების მენეჯერი არის რაგბის საკითხებში, როგორც ვთქვი. ნუ აი ხა თავიდან ეს დავიწყე ხა რაგბის განვითარება და განვითარებაზე რასაც ლაპარაკობს და იმ მხრიდან ამ მხრიდანაც ეგ მოვიდა, მე ესე ვფიქრობ, რომ ის ინტერესი ის არის, რომ იმ ადამიანების ასე ვთქვათ, დარღვევები და იმ ადამიანების შეცდომები უბრალოდ ამ კაცმა გადაფაროს, მეტი არაფერი. ის ამისთვის არის მოსული და ისევ იმ მხრიდან არის მოსული, საიდანაც მოდიოდა ბაჩო ხურცია, რომელიც ნახეთ ძალიან ლამაზად ლაპარაკობდა გარკვეული პერიოდი და უბრალოდ როლი მიცეს, მსახიობის როლი მიცეს, რომელსაც უნდა ეყვირა და რომელსაც უნდა ეცადა, რომ ჩაინიშნა ახალი არჩევნები დეკემბრამდე და უცოდ გაქრა. და არა, მისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ უბრალოდ მოვიდეს გადაფაროს მათი პრობლემები და ისევ ის ადამიანები იქნებიან სათავეში, რომელი ადამიანებიც არიან ეს მოყოლებული 2007-2008 წლიდან რა ჯგუფიც არის და რა გუნდიც არის, ისევ იგივე გუნდი დარჩება და სავარაუდოდ გეგმებიც ისეთია, რომ 12 და რა წელიწადში მსოფლიო ჩემპიონები გავხდებითო და ესეც იმას მიუნიშნებს, რომ მინიმუმ 12 წელი ესენ წამსვლელები არ არიან. 10-დან 30 წლამდე აქვს დაახლოებით მსოფლიოს გუშინ თავად განაცხადა ჩვენთან საუბრობთ, რომ თუ ამ 10 წლში ვერ შეძლება შესაბამისი ხმების მობილიზება, ან ის ხმებიც თუ დავკარგებთ, თუმცა ხმა მე კანდიდატურას ვხსნი და მივიდი. რას აპირებთ? აპირებთ მუშაობას. ანუ ვერ მოახდინოთ მობილიზება, მე ხა აი ლევანიმ რას თქვა, მე ეს დავამატებ რა. ეხა ისეთ მდგომარეობაში ვართ, ასე ვთქვათ, რომ ჩვენ მოგვიწევს ფიზიკურად ასე დაცვა იმ ადამიანების, იმ ხმების, ჩვენი ხმების და იმ ბიჭების, ვინ ჩვენ მხარეს არიან და ჩვენ ჩავალთ, ყველგან ჩავალთ. ქობულეთში ჩავალთ, შევიკრიბებით, ჩავალთ 20 მანქანით, მივაკითხავთ იმ მერსაც, მივაკითხავთ ყველა გუბერნატორს და კიდე აი ხო ამ დღეში ყველაფერს გავაკეთებთ ის რაც არის ჩვენი სამართლის და რაგბის დასაცავად, ასე ვთქვათ რა. ყველაფერს გავაკეთებთ და ყველა იმაში ჩავალთ მუნიციპალიტეტებში. რეალურად რამე სამართლებრივი სათუ არსებობს იმისა, რომ არჩეული პრეზიდენტი ირაკლი ხურცმა იყოს ლეგიტიმური. რამე სამართლებრივი არსებობს ამისი? კი, ანუ მაგას ვიტყვი იურისტებმა სხვადასხვა გადაცემებში ჩვენმა ახსენეს, თვითონ რეესტრის ნაწილში ჯერ არ არის ყველაფერი დამთავრებული, მაგრამ ნაკლებად გვაქვს იმედი, იმიტომ რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ არ იყო, ანუ აზრი იყოფოდა და სამწუხაროდ დაახარვეზეს თუ რაღაც, მაგრამ სამართლებრივად რაც არის უბრალოდ სახელმწიფო რა ნაწილშიც გვედავებიან, ეს არის ფორს მაჟორი, რომელიც თელმა საქართველოს გაითვალისწინა და შესაბამისად გაითვალისწინა სარაგბო საზოგადოებამ და ეს უზრუნველყო იმ გამგეობამ, რომლებმაც ახალი არჩევნები დანიშნეს და გამორიცხული არის, რომ ეს ნაწილი არ იყოს გამოსწორებადი და სასამართლომ არ გაითვალისწინოს. სამართლებრივად, უბრალოდ სასამართლოს ძალიან ისეთი პროცედურები აქვს და იწელება შესაბამისად და შეიძლება დროში მოგვიწიოს, მოკლედ ცოტა დიდი ხანი დასჭირდეს, მაგრამ ჩვენ 100%-ით იმედი გვაქვს, რომ ამითი ყველაფერი დასრულდება, მაგრამ თავარი მე კიდევ ვიმეორებ, თავარი პრობლემა არის სხვადასხვა გზები, აი ძალიან მარტივი კანონიერი, უბრალოდ ერთს ვითხოვთ რა, ამ ჩინოვნიკებმა უბრალოდ თავი დაგვანებონ და მაქსიმუმ 2 კვირაში ყველაფერი კარგად იქნება. დიახ, ანუ მაგას ვადასტურებთ. ოღონ არ ვიძახი რომ თლიანი სახელმწიფოს რაღაც ისეთი რიგი ჩინოვნიკები, რომლებიც ძალიან ცუდად ასრულებენ თავის მოვალეობას. გამარჯვების შემთხვევაში როგორ არის შესაძლებელი, როცა ერთიან ან რაგბისტების ოჯახს არ უნდა ამ ადამიანთან თანამშრომლობა? ეს
პარტიკულად არის შესაძლებელი თუ ეს იქნება სხვათა შორის ჩვენთან შეხვედრაზე იყო საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, აქტიურ წევრებთან და რაღაც ნაწილში იყო საკმაოდ კარგი საუბარი იყო ისე რომ წავიდა ლაპარაკი რომ მე მინდა დახმარება ამისთვის ფინანსების ჩადება ისა და ჩვენც მზად ვართ რა უბრალოდ ადამიანი ბიზნესმენი რომელიც ნებისმიერი ბიზნესმენი რომელიც რაგვი დაინტერესდება პირიქით მოვიდეს თავისი მოტანილი პროექტები მართოს ფინანსები გამჭირვალე იყოს არანაირი პრობლემა არ იყო მაგრამ აქ ამ ნაწილში უკვე რაღაც აღარ მოეწონა თუ სხვა მიმართულებით წავიდა და სამწუხაროდ იმ შეხვედრიდანაც არასწორი ინფორმაციები გამოიტანა და რაღაც იყო მომენტები რომ კლუბებს შორის დაპირისპირება გამოიწვია რაც არ მოგვფერდით ანუ კლუბები შევხვდით ერთმანეთს და გადავამოწვეთ უბრალოდ ინფორმაციები და რა თქმა შეხება არ ქონია ამ ადამიანს არანაირი შეხება არ ქონია რა თან იძახის რომ ეხმარებოდი რა აქვს და ძალიან საინტერესოა რა კუთხით ეხმარებოდა ფინანსებით ეხმარებოდა თუ ვითი ეხმარებოდა თუ უბრალოდ გულშემატკივრობდა ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდით რა და ნუ ვერაფერს ვერ ვიტყვით რა რომ როგორ ეხმარებოდა ან რას აკეთებდა თქვენ ახლა აპირებთ აი რას აპირებთ კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ სამართლებრივი და კიდე რა გზებიც არის კონკრეტულად ჩამოაყალიბოთ რას აპირებთ კონკრეტულად რა სამართლებრივი მხარე ნებისმიერი მხარე ანუ ჩვენ ანუ აი ეს 10 დღე მაქსიმალურად როგორც ახსენეთ მაქსიმალურად ჩვენ ხმებზე ვესწრებით რომ ვიმუშაოთ მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ ერთხელ ვიძახე მოუწოდებ იმ ყველა აი მერი იქნება თუ გუბერნატორი იქნება იმან იცოდეს რომ შეიძლება ხვალანზე მის ოფისში მივიდეთ და მოვთხოვოთ პასუხი თუ რატო ერევა თუ რატომ შევიკრიბებით ყველანი ვინც ვართ ჩვენი ჯგუფი ყველანი ჩავალთ სადაც გინდა იყოს დასავლეთში იქნება საჭარაში იქნება თუ აქ ადგილზე იქნება ყველგან ჩავა და ყველას მოვთხოვთ მაგაზე პასუხი ჩვენ ანუ ქონდა მესიჯი პირველ ნაწილში როდესაც აფხულში პრობლემები იყო ჩემპიონატის გაგრძელებასთან დაკავშირებით ქონდა ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრა პრემიერთან და ძალიან კარგი იქნება დღესაც თუ დაინტერესდება ამით და უბრალოდ ის არასწორი ინფორმაცია რაც აქ თავრობის დონეზე ალბათ მგონია რომ არასწორი ინფორმაციაა მისული უბრალოდ შეხვედრა იქნება და კარგად გავარკვევთ დეტალებში აუხსნით რა პრობლემებია რას ვითხოვთ და რა არის ჩვენი გულისტკივი ეხლა გვინდა რომ მოქმედი პრემიერი ვინც არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილთან თუ მოხდება შეხვედრა და დეტალებში ჩავაყენებთ რომ რა პრობლემებია რა აქვს დღევანდელი და როგორ უნდა განიმუხტოს ის ძალიან კარგი იქნება რომ თუ მოგვისმენთ